Რუსთავი 2.G-ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის. თებერვლიდან პოლიტიკური დებატები და საზოგადოებრივი დიალოგი, სადაც სიტყვას ძალა აქვს, ციცხადე დრამატიზმის ნაცვლად, სადაც პოზიცია პასუხისმგებლობაა. ორშაბათს საღამოსat საათზე დებატები რუსთავი 2-ზე. საჯარო დისკუსიის პლატფორმა ღია კითხვებისთვის, განსხვავებული პოზიციებისა და საზოგადოებრივი დიალოგისთვის. პოლიტიკური დებატები და საზოგადოებრივი დიალოგი, სადაც სიტყვას ძალა აქვს. რუსთავი 2-ზე დებატები იწყება. ციცხადე დრამატიზმის ნაცვლად, სადაც პოზიცია პასუხისმგებლობაა. არგუმენტირებული დისკუსია 2 თებერვლიდან რუსთავი 2-ზე. სურსათი, მედიკამენტები და საწვავი. რატომ არის ფასი მაღალი? იმედია რომ რაღაც შეიცვლება. ესალმები ფასების დაგრებას, ხელისუფლება და ბიზნესი გამოსავლის ძიებაში. კომისია დაიწყებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ არსებითად ძალიან კარგ შედეგზე გავარდნილ. ფასის ზედაზღვარი და რეგულირების სხვა მექანიზმები. ძარცვა ბავშვების ხელით. აინტერით მეთქი მინიმუმ 500 ლარი ეხლა დღეს გვჭირდება. ვინ დგას სკოლის მოსწავლეების დანაშაულის უკან? სამწუხაროდ ეს ბავშვები იყვნენ იმ ადამიანების მხრიდან ჩართული დანაშაულების საქმიანობაში, ვინც სრულწლოვანია. რა იცვლება კანონში და რა ელით დამნაშავე მოზარდებს? წლის განმავლობაში 20 მილიონსაც კი აჭარბებდა ზარალი. ამ ჯვრით მოექცა მთელი ქართლი ქრისტეს რჯულზე. საქართველოს გაქრისტიანების 17 საუკუნოვანი ისტორია. წმინდა ნინოს ვაზის ჯვრისა და საქართველოს გაქრისტიანების ისტორია კვირას კურიერი პიესში. სარწმუნოება, რომელმაც ერი გააერთიანა. ოპოსია რეინჯერი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის გმირობის ტოლკის. რეინჯერთან ერთად ლაგოდეხის ტყეში. ამას ქვია ინდაურის კულტი. მისგან ამზადებენ სხვადასხვა პრეპარატებს. დაკვირვება, სიჩუმე და მოლოდინი. ჩემი და დათვს ისტორია სახალისოც არის და ერთ შეხევით სახიფათოს. მოგზაურობა ბუნების კვალდაკვალ. კვირას 9 საათზე. კურიერი პიესი. დან გაწევისა და რეკრუტირების ახალი ეტაპი დაიწყო. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გამოძახებამდე, წვევამდელს საკუთარი სურვილით შეუძლია ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიაროს ან სააგენტოს მიმართოს და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეუერთდეს. ნებაყოფლობით გაწვეული პირის ხელფასი 30%-ით გაიზრდება. 6-თვიანი ვადით, 2-თვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელი 4 თვის განმავლობაში საბრძოლო ქვედანაყოფში იმსახურებს ყოველდღიურად, შაბათ-კვირასა და უქმე დღეებზე დასვენების უფლებით. 8-თვიანი ვადით, 2-თვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელი 6 თვის განმავლობაში საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში იმსახურებს 3 დღეში ერთხელ. ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებითა და დაზღვევით, სოციალური დაცვის გარანტიებით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით, ორგანიზებულ სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში. უვნებელი სურსათის შეძენა შენი არჩევანია. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 36,000-ზე მეტ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს სპეციალისტები ამოწმებენ აგრარულ ბაზრებს, საზოგადოებრივი კვების, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების სამზარეულოებს და კონტროლს დაქვემდებარებულ სხვა შეიძინე სურსათი იქ, სადაც დაცულია შენახვის პირობები და ზოგადი ჰიგიენა. წაიკითხე ეტიკეტი, დააკვირდი ვარგისიანობის ვადას. გახსოვდეს, დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით ხელხას ნომერზე 1501. გააკეთე ინფორმირებული არჩევანი და შეიძინე უვნებელი სურსათი. შესანიშნავი დღეა ლაკმისთვის. მოგესალმები ძვირფასო, ლაკმის სიხარულის სივრცე ყველასთვისა. ლაკმი, კიდევ ერთი მოყმა. ლიბრესი.
ციკლის დროს ჩვენთვის აუცილებელია დაცვა, რომელსაც ესმის ქალის სხეულის დღისით და უზრუნველყოფს სიმშვიდეს ღამით. ლიბრესი, დაცვა, რომელსაც თქვენი ესმის დღისითაც და ღამითაც. 1989 წელს მაესტრო ჯანსუხ კახიძის თაოსნობით დაარსდა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, რომელიც აერთიანებს თბილისის სიმფონიურ ორკესტრსა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას. მრავალჟანრული საკონცერტო სეზონების გარდა მუსიკალური ცენტრი ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო ფესტივალებს. მას სტუმრობენ სახელგანთქმული ვარსკვლავები. 2002 წლიდან მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელია კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე. თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო კაპელა ქართულ მუსიკალურ კულტურას წარმატებული საგასტროლო ტურნეებით მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ სცენაზე წარადგენენ. კულტურა ჩვენი მემკვიდრეობაა. ორბის ახალი რეკორდი. ათუმში, ორბი მილენიუმში 55 დღეში 2500 აპარტამენტი გაიყიდა. ბლოკი პირველი, ბლოკი მეორე, ბლოკი მესამე და ბლოკი მეოთხე უკვე გაყიდულია. აქციის ბოლო ეტაპი დაიწყო. მეხუთე ბლოკის და მეექვსე ბლოკის გაყიდვები დაიწყო. მოასწარი სანამ არ გაძვირდა. აპარტამენტები შოკ ფასად $18750 555 31 0000 ორბი წერტილი-G. თუ დღეს სიყვარულით იწყება